დღეს ვისაუბრებ კანის ქრონიკულ დაავადებაზე, ეს არის ატოპიური დერმატიტი, იგივე ეგზემა, რომელიც კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, ხასიათდება კანის სიმშრალით, ქაველითა და გამონაყარით. ის შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. ატოპიური დერმატიტი ყველაზე ხშირად გამოვლინდება ბავშვთა ასაკში. მისი მიმდინარეობა არის ინდივიდუალური და შესაძლოა განსხვავდებოდეს სიმპტომებითა და სიმძიმის მიხედვით. ატოპიური დერმატიტის განვითარებაში მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორი მონაწილეობს, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანზე მინდა თქვენი ყურადღება მივუქრო, ეს არის გენეტიკური ფაქტორი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის იმუნური სისტემის რეაქცია. აღნიშნული დაავადების დროს იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაგირება ხდება შინაგან თუ გარეგან გამღიზიანებლებზე, ალერგენებზე. გარემო ფაქტორები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამომწვევებელი ფაქტორია ატოპიური დერმატიტით დაავადებული ადამიანებისთვის. ეს შემთხვევაში გვევლინება სიცოცხლის პირველ თვეებში, რომელიც გამოიხატება ძირითადად სახეზე დაზიანებით, კერძოდ ლოყების, ნიკაპის, შუბლის დაზიანებით, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ქავილი, რის გამოც მწუხან ბავშვები და ძილის დარღვევებიც მოსდევს თან და ემოციურად მეტად გაღიზიანება აღნიშნული დაავადების დროს. მოზარდებსა და ზრდასრულებში აღნიშნული დაავადება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება ხოლმე. ზოგიერთ ადამიანში აღნიშნული დაავადება შესაძლოა შესუსტდეს და სულაც გაქრეს კიდევაც, ზოგიერთ ადამიანში კი პირიქით მან მიიღოს და შეიძინოს ქრონიკული ხასიათი. ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ეს არის კანის მოვლა, რაშიც იგულისხმება რეგულარული დატენიანება, ინტენსიური კრემებით, ლოსიონებით, ყოველდღიური დატენიანება, სირთულის მიხედვით შეიძლება დატენიანების ჯერადობაც გაიზარდოს დღის განმავლობაში და განსაკუთრებით უნდა მოხდეს დაბაზანის მიღების შემდეგ. ასევე ყურადღება მიაქციეთ ცხელი წყლით ხანგრძლივად დაბაზანის მიღების შეზღუდვას. მოერიდეთ გარეგან გამღიზიანებლებს, ეს იქნება ქიმიკატები, ეს იქნება სარეცხის საშუალებები, ეს იქნება სინთეტიკური ქსოვილები, მცენარის მტვერი, ძაღლის ბეწვი. მაქსიმალურად თავი დავიცვათ აღნიშნული გარეგანი გამღიზიანებლებისგან. მნიშვნელოვანია ტანსაცმელი, რომელიც გვეცნობს იყოს ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული, კერძოდ ბამბისგან დამზადებული. და მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნული ტანსაცმელი იყოს კომფორტული, თავისუფალი და არ გვეკოლოდეს.